მინდა გითხრათ, ოფიციალურს ხდის ამას ყველაფერს, უკვე არაფერს არ მალავ ამბობს. აი გამოვიყვანე, გაჩვენეთ, აი ინსტიტუციურ სახეს ვაძლევ ამას ყველაფერს და დასამალი არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი ხო სახეზეა, რასაც ვაკეთებ, გაჩვენებთ, რომ აი ამას ვაკეთებ. და დასამალი იმიტომ არ მაქვს, რომ უკვე ხალხი მეტნაკლებად შეაჩვია იმას, რომ ევროპა საძაგელია, საშინელია, გარყვნილია, დაცემულია, დავარდნილია, ღარიბია, აჭრილია, საერთოდ ის კი არა და ევროპა სწორედ საბჭოთა კავშირის რაცა ცუდი ანალოგია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, აი რასაც ხაპაპოშვილი ამბობდა და ეს რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცა სიგიჟეები, მე სხვათა შორის ფრანსუა ბუშეს დამუშავარი დადო იქ კონდე გამოყენებული რუსული საიტიდან კონდე გამოტანილი ევროპის მოტაცება რომ არის. ესე იგი შესანიშნავი როკოკოს პერიოდის დამუშავარი არაჩვეულებრივი, მაგრამ თვითონ ეს იდეა ხო, ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის მითოლოგიურ სახეზე, სულ სხვა შინაარს ატარებს ვიდრე მანჩადო. თურმე მოიტყდა იუპიტერს თუ უნდა ამ შემთხვევაში ევროპა, იუპიტერი, თურმე ევროპასაც მოიტაცებს და ყველას მოიტაცებს. რამის კაცმა არის არეული აქვს თავში ყველაფერი, იმიტომ რომ ესენი ხო ამათ ხო ლოგიკა არ გააჩნიათ. ამათ გააჩნიათ ერთ-ერთი რაც შეიძლება მეტი გაიტანონ, სისულელე დაამტკიცონ და ალაპარაკო გამოურეცხონ ტვინები თავის ამომრჩევლებს და იმ ხალხს, რომელსაც საერთოდ ლოგიკური მსჯელობის უნარი ნაკლებად გააჩნია. ყოველ შემთხვევაში ურჩევნიათ არ იფიქრონ. ხო და აი ხა მე აღარ მინდა მითოლოგიურ წიაღისეულში წავიდა, მაგრამ ფაქტია, აქაც კი იტყუებიან. რეალურად ყოველ ნაბიჯზე ეს არის. ტყვილი აბსოლუტურად ყველაფერი მათი ორგანული ნაწილია მათი არსებობისა და ამის მაგალითია ეს. სხვა შორის დღეს ამ ადამიანმა ქართველი შუმა თქვა დაწერა კიდევ ასე ბულინგის მაბულინგებენ. უარო და ეს ძალიან საინტერესოა თვითონ ადამიანი რომელიც გვირდება რომ გაუხეთქავს თავყმას სკოლას, ვინც კი ქართულ ტრადიციას ძალიან საინტერესოა რა ესმის ქართულ ტრადიციაში და საერთოდ რა არის ტრადიცია როგორც ასეთი რაღაცა რა მოვლენაა ტრადიცია. მე კი ვიცი რა არის თავისი არსით. მან თუ იცის რაღაცა, მე ვიცი ჩამებურად. მე გეტყვით რა არის რეალურად ჩემი გაგებით ტრადიცია. ტრადიცია ეს არის ის, რაც იქცა რიტუალად, თორსა ცოცხალი კონტაქტი სათავესთან აღარ არის. და ამიტომ ვცდილობ ფორმალურად შეინარჩუნო პირდაპირ კონტაქტი იმ სათავეს ილუზორიულ წარმოდგენასთან. ესე იგი რეალურად ტრადიცია არის ის ფორმა, რომელიც ხოლმე ლაჭუჭია, მაგრამ აუცილებელია, რა თქმა უნდა, შინაგანად განიცადო ის საიდანაც ეს ტრადიციული წყარო მოდის თუ შეიძლება. ამას კი განათლება ჭირდება. ამას ჭირდება კითხვა, წაკითხვა წიგნის. ის კი არა რომ მართლა ცოლმა როგორც ახლა სასამართლო წაკითხული ვიღაცის წაკითხული და ვიღაცის ნათქვამი კი არა, შენ უნდა წაიკითხო, შენ უნდა განიცადო, ხო რეალურად, შენ უნდა ატარო. ახლა მე მაინც მინდოდა მეკითხა. ერთხელ მაინც წააკითხოს თავის ცოლს ან ვიღაცას წაუკითხოს ყოველ შემთხვევაში, თუნდაც ჰელადოსი წაიკითხოს დოდარ დუბაძის ეს პატარა მოთხრობა. იქ არის კაცობაზე და ღირსებაზეა. ესე იგი, ლაპარაკი იმაზეა, რომ ადამიანს ეჩხუბება, მაგრამ კი არ ჩაუძაფდება სადმე და კი არ გახეთქავს ცემით, არამედ კაცურად ვიჩხუბოთ, რა რეალურად ამაზეა ლაპარაკი. და ეს ნამუშევარია, მე არ მიმაჩნია, რომ მაგალითად მაინდამას ნოდარ დუმაძის საუკეთესო ნამუშევარი იყოს, მაგრამ მაინც იქაც კი ჩანს, რაც არის, ხო? ესე იგი, თვითონ ნოდარს გაუკვირდებოდა რეებზე ლაპარაკობენ ესენი საერთოდ და რაზე მსჯელობენ ესენი. ფაქტია, რომ ყველაფრის გაყალბება ხდება. აბსოლუტურად ყველაფრის და მე ძალიან კარგად მესმის რომ ესე იგი ჩვენ საზოგადოებაში ეს აზრი ამ აზრის დამკვიდრება იმიტომ უნდათ მათ რომ ესე იგი ფაქტიურად გაუნათლებლობა, ხეპრეობა პირდაპირ გაგებით და სრულად გაუცნობიერებლობა აუცილებელია მათთვის, იმიტომ რომ რეალურად მხოლოდ გაუცნობიერებელ, გაუნათლებელ, აბსოლუტურად ბოგანო ადამიანებთან შეიძლება თქვა გაიტანოს შენი სათქმელი, თუ კი სათქმელი გაქვს. ეხლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიღარიბე და ბეჭაობა რეალურად ხო სიღარიბეზე დგას ეს ყველაფერი ხო ადამიანებს უმეტესობას ფაქტიურად დღეს სარჩო საბადებელზე უწევს ფიქრი ხო მასია და მე რაღაცა უცნაურად მეჩვენება კიდევ რაღაცა ესეთი ამბავი რომ რა ხდება ქალაქის საქართველოს თბილისის ქუჩებში ხო აი სამდენი საცობები და უბედურება რასტრიალებს ფსიქოლოგიურად არ ბანგრევს ეს ყველაფერი მე შეიძლება თვითონ სპეციალურად ხდება ეს რომ აი ფაქტობრივად დაკარგო საკუთარი თავის განცდა რა იქცე მხოლოდ გატანჯულ არსებად ხა გატანჯული არსება ღარიბი არსება მშიერი არსება ადამიანის გულისხმობ ამ შემთხვევაში მას შეუძლია ფიქროს მაღალ იდეალებზე ეხლა ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ საქართველოს პატარა ქვეყანა იდეალების გარშე შეძლებს არსებობას ჩემთვის მაგალითად როდის იყო ეროვნული მოძრაობა ძვირფას და იმიტომ იყო ძვირფას რომ იდეალები ქონდათ ხო მასია იდეალების გარშე ქვეყანა არ არსებობს მით უმეტეს როცა იგი ყალიბდება ახალ
ახალ დემოკრატიად. ესენი იდეალებს კლავენ. გაუთავებად კლავენ და ამბობენ რომ ეს ტრადიცია არ არის ეს ტრადიცია იდეალები ყოველთვის მართავდა საქართველოს როგორც ასე რომელი მეფეც ჩვენ დიდი მეფეც აიღეთ და ყოველთვის პირველში იდეოლოგიური თვალსაზრისით მუშაობდა on იდეოლოგია არ გულისხმობს მაინდამაინც რაღაცა გარკვეულ დოგმას მაგრამ რეალურად ამ შემთხვევაში ხო იდეალი მოგვიწეს ხო აი რასაც ხარ იგივე ქუჩებზე რაც ვახსენე რასაც ყოველ განათლების სფეროში აკეთებენ განათლებას პობენ არ შეიძლება საქართველოს განათლებული ადამიანი არსებობდეს. იმიტომ თუ იქნებია განათლებული ადამიანი, იმას ნიშნავს, რომ იგი წინააღმდეგობაში იქნება. იმიტომ კრიტიკული აზროვნება იქნება. კრიტიკული აზროვნება კიდე მათი მტერია. კიდევ იუმორი. იუმორი აღმოჩნდა, რომ ყველაზე ერთ-ერთი მძიმე და მძაფრი შუა საუკუნეების ცნობილი ფორმულაა, რომ ესე იგი ეშმაკს ეშინია იუმორის. არ აქვს იუმორის გზნობა, ასეა, ნუ ცნობილი დიახ ასეა. აი ბოსხი რო იყო გენიალური მხატვარი, სწორედ ასე ეშმაკთან მიმართებაში ხატავდა სარკასტულ გამოსახულებებს, იმიტომ დაეძლია შინაგანად, ეხა ისე მხატვრობითაც თუ წამო დაეძლია შინაგანი წინააღმდეგობა ამ თქვა ანტიქრისტიანული ძალის მიმართ, ხო? ესე წინააღმდეგობა გაეწია. ეხა რეალურად რატომ აქვს თორე იუმორთან მიმართებაში ესეთი აგზნებული დამოკიდებულება პირდაპირ გაგებით, ხო? აგზნებული კი არ პირდაპირ ორყოფითი. ეხა დღეს რო გამოაცხეს და პანიგირიკები რო წამოვიდა მთელი ზღვა პანიგირიკების ხო ამ შემთხვევაში წამოიდგა რა ხდება სწორედ იმის საპრინციპოდ რაც გუშინწინ და გუშინწინისწინ და ახალსანაირად რაც ხდება იმის საპრინციპოდ და ამით დააბალანსოთ სულ გაუთავებად ფიქრობენ როგორ ჩაახუჭუჭონ ჩაახვიონ იმიტომ რეალურად ესენი სწორედ აი ამ ტაქტიკით მოქმედებენ რომ ერთი მეორეს რო გადაიფაროს რა დაშინებული ადამიანის მართლაც დაფრთხობა და რაღაც გაურკვევლობაში ჩაგდება ძალიან იოლია ხო წარმოიდგინეთ სარჩო-საბადებელზე მიდის ფიქრი ხო ელემენტალურად და რა ხდება ამ დროს სოფლიოში ხა ზაზამ შევენათი ლაპარაკა საოცრება ხდება ხო დღეს მაგალითად მე წავიკითხე ძალიან საინტერესო ეს არის იდეა გამოუშონა ჯერ არ არის კონკრეტულად მაგრამ ის ლაპარაკა ისრაელის ამერიკის და უკრაინის რაღაცა გარკვეულ საერთო მოქმედებების არეალზე არ ვიცი თუ ნახეთ თქვენ როგორ აი მართლა შევნატრი აი ასეთი ტიპის აი ფორმატში საქართველოს თავისი ადგილი ჰქონდეს. წარმოგიდგენიათ რა საინტერესო მომენტი იქნება. ხო? და ამ დროს შენ რა ხარ? სად ხარ საქართველოს?